საღამოშიდობის მოგესალმებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც როგორც დაკვირდით ადრე, ტრადიციულად ყოველი თვის ბოლო შევიკრიბებით და შევაჯამებთ ეროვნული ლიგის გასულ თვეს. ამჯერად ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ამის მიზეზი არსებობს, რადგანაც დაველოდეთ სანაკრებო მატჩებს და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული ლიგის მაისის თვე შეგვეჯამებინა ტრადიციულად მე და ნია წივწივაძემ და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ კახა ჩხეტიანი, ყველასათვის ნაცნობი ჯერ ფეხბურთელი, შემდეგ მწვრთნელი და კახა პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირიქით მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებლებს. იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. აუცილებლად. მადლობა პირველ რიგში და აქ რო შემოხვედით პირველი თქვით რომ როგორ მომნატრებია აქაურობა. როგორი შეგრძნება არის ხოლმე სტადიონზე დაბრუნება, მათ იმის შემდეგ რაც თქვა რაღაც პერიოდი გაქვთ პაუზა, ასე ვთქვათ. შეგრძნება არის ახლა რაც გიყვარს, იმას ცოტა სექტემბრის შემდეგ ცოტა დრო არ გასულა ახლა რაც საქმეში არა ვარ და რა თქმა უნდა მონატრება ძალიან დიდია, მაგრამ ახლა ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს და სტატუსი რომ თავს ვერავის ვერ მიაძალებ რა და აქედან გამომდინარე უნდა მოვითმინოთ და რა ვიცი დაველოდებით იმას თუ იმეს მოუნდებით გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას ისე როგორც აკეთებდით ამას და ქართული ფეხბურთისთვის ვეცდებით რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. კახა მიუხედავად იმისა რომ ეს საქმე მოგენატრა, არ დიხარ მოედნის კიდესთან, მაგრამ აქტიურად ხარ ჩართული და აქტიურად ადევნებ თვალყურს, ასევე ვისაუბრეთ ამის შესახებ ეროვნულ ლიგას და მოდი დავიწყოთ მთავარი თემა რაც არის ჩვენი ამ გადაცემის მაისის თვე. რომ შევაჯამოთ აი ზოგადი შთაბეჭდილება. თავიდან ყოველთვის რთულად იწყება ხოლმე პირველი ორი თვე, მაინც პირველი წრე, გუნდები ბოლომდე მომზადებულები არ არიან, ბოლომდე დაკომპლექტებული არ არიან. ყოველთვის არის საუბარი, რომ ადრეულ გაზაფხულზე გუნდი შეთამაშებული არ არის იმ დონეზე, მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც უკვე ეს მიზეზები აღარ მიიღება და ყველა გუნდმა ანახა რეალურად თავისი სახე და ზოგადად როგორ შეაფასებდე მაისის თვეს? გეთანხმები იმაში, რომ ვფიქრობ, რომ პირველი წრისგან განსხვავებით მეორე წრე ძალიან განსხვავდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ახალი რო იწყება რა ჩემპიონატი, გუნდები ვერ ხვდებიან ისეთ ფორმაში, უფრო მე ჩემთვის სხვა მიზეზი არსებობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გუნდიდან მიდის ბევრი ფეხბურთელი და მოდის ახალი ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც რა თქმა უნდა დრო ჭირდება და შეთამაშება ჭირდება და აქედან გამომდინარე ის ხარისხი თუ გიდ ინტენსივობა, რომელიც პირველ წრეში იყო, მეორე წრეში ბევრად უკეთესი იყო და ის გუნდები, რომლებიც შეიძლება ცოტა მეტი სუსტად გამოიყურებოდნენ პირველ წრეში, მეორე წრეში უფრო გამოასწორეს თავიანთი თამაში, ხარისხიც და რა თქმა უნდა ეს მე შედეგზეც აისახა. რომელიმე გუნდს ხო არ გამოვარჩევით განსაკუთრებულად, რომელმაც თქვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა მაისის თვეში თუნდაც, ან ფეხბურთელებს რომელს გამოვარჩევით ესე? გუნდებს ვიტყოდი რომ ეხა ბათუმის დინამომ გამოვარჩევდი ბათუმის დინამოს, რომლებმაც ძალიან წარმატებულად გაიარეს მეორე წრე და ეს რა თქმა უნდა ეხა ფეხბურთელების და გია ჭიაბრიშვილის დამსახურება, ყველამ ვიცით თუ რა მდგომარეობა არის ბათუმის დინამოში, არ შეიძლებოდა რომ ფეხბურთელები დაემატებინათ და თბილისის დინამომ კიდე რომელმაც საგნურულად გამოასწორა თამაშიც და ესეც შედეგზე აისახა. გამოყოფთი კიდე სამგურვალს, რომელმაც ის ბოლო ორი თამაში, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ლიდერებთანაც გამარჯვება მოიპოვა. გაგრამაც კიდე ბოლოს თამაშები ქვემოთ იყვნენ, ბოლოს წინა ადგილზე იყვნენ და ბოლოს თამაში გამოასწორეს და რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ხარისხი მოდის, უკვე შედეგიც და ქულებიც მოდის ერთად. კახა შენახსენე დინამო წინა გადაცემაში ჩვენ ყავდა თემურ ქეცბაია, რომლის დაბრუნებამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ჩვენ საუბრობდით ამაზე, რომ არა მხოლოდ დინამო თბილისის გულშემატკივრებში, ზოგადად სხვა გუნდების გულშემატკივრებიც კი მიესალმნენ დაბრუნებას. აი რამდენად არის მწვრთნელის ფაქტორი აქ მნიშვნელოვანი, რომ ვინ წვრთნის გუნდს და რა მისი ავტორიტეტი? თემურ ქეცბაია ახლა ქართულ ფეხბურთში ყველამ კარგად იცის, ძალიან დიდი ავტორიტეტია, როგორც ფეხბურთელი ისე მწვრთნელიც და მან თავისი საქმიანობით ეს კიბრძეს დაამტკიცდა და ჩვენს ეროვნულ ნაკრებში მუშაობითაც და რა თქმა უნდა ეხა ფაქტორი ის რომ ავტორიტეტი არის რა თქმა უნდა მაგანაც იმოქმედა, მაგრამ ეხა მას თავის ხედვა აქვს ფეხბურთზე, რომელსაც დაეტყო და დაატყობს გუნდს და მომავალში ვიმოდევნებ რომ უკეთესად ითამაშებს გუნდი და უფრო
რა თქმა უნდა განვითარდება და წინ წავლია. ხო, თუ მხოლოდ ცხრილს შევხედოთ, მაისისთვის ცხრილს შევხედოთ, დინამო თბილისი არის ლიდერი. ნუ ამ შემთხვევაში დინამო ბათუმთან თანაბარი ქულები აქვს 14-14 ქულა და დინამო თბილისი გახდა საუკეთესო მაისის თვეში და ლოგიკურად ალბათ ლოგიკური იყო ჩვენ როგორც იცით, სწორედ ამ გადაცემაში ვასახელებთ თვის საუკეთესოებს, საუკეთესო მწვრთნელს, საუკეთესო ფეხბურთელს და აქვე მინდა გითხრათ, რომ თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა თემურ კეცბაია, რომელსაც ჩვენ ვეწვიეთ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე და ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ და გადავეცით მისი კუთვნილი პრიზი. პრინციპში მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო მაისის, არამედ მთელი სეზონის ჩვენმა გუნდმა მიაღწიოს იმას, რაც გვაქვს ჩაფიქრებული, ნუ რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება, მთელი სეზონი წინ არის. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელების დამსახურება, არა ფეხბურთელები, მე არ ვიქნებოდი ამ პრიზის მფლობელი მაისის. და როგორც გითხარით, იმედია რომ ესე გააგრძელებს გუნდი, კაი შედეგები ქონდა, ხედავთ რომ გუნდი პროგრესირებს და იმედია რომ ეს პროგრესი კიდევ გაგრძელდება. ჩემპიონატის ლიდერთან რა, იბერიასთან გუნდმა კარგად ითამაშა. რაც თავარია რომ 3 ქულა ავიღეთ ამ თამაშზე, პრინციპში უკვე ახლოს ავართ პირველ ლიდერებთან ჩემპიონატის და იმედია რომ ეს ჩვენი პროგრესი გაგრძელდება რა, ანუ თქმა უნდა ახლა ჩვენ გქონდა ორკვირიანი დასვენება, იწყება უკვე ჩემპიონატი მომავალ კვირას და იმედია რომ გუნდი ამ თამაშს მომზადებული შეხვდება, რომ 3 ქულა ავიღოთ. საინტერესო ჩემპიონატია, იმიტომ რომ ალბათ 4-5 გუნდი იბრძოლებს იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს სეზონის ბოლომდე. რომ რა თქმა უნდა ეს დონე საკმარისი არ არის იმისთვის, რაც თამაშები გველოდება ჩვენი ევროტურნირებზე. უფრო უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ იმისათვის, რომ ამის შანსი კონდეს, რომ ევროტურნირებზე კარგად გამოვიდეთ. ნუ იმედია, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ყველასგან ჩემპიონატს. სასურველია, რომ უფრო უკეთესი დონე იყოს და ნუ ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს დრო რაც შეიძლება უფრო მეტად ავამაღლოთ ჩემპიონატში. ნუ ეს არ არის მარტო თბილისის დინამოს დამოკიდებული, ეს მთელი ჩემპიონატი, მთელი გუნდების საქმეა. ნუ რა ვიცი, იმედით ცხოვრობ და იმედია, რომ ეს ყველაფერი სიტუაცია გამოკეთდება უფრო უკეთესობისკენ და ნუ უფრო ჩვენს გვეყოლება გუნდები ევროტურნირებზე ჯგუფურ ეტაპზე რა. ჩვენ მუშაობთ გუნდის ხელმძღვანელობასთან, გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი დაეხმაროს გუნდს, უფრო მეტი კვალიფიცირებული ფეხბურთელი მოიყვანოთ გუნდში, რომლებიც არა მარტო საქართველოს პირველობაზე, არამედ ევროტურნირებზე დაგვეხმარებიან. დაგიბრუნდით, ვნახეთ თემურ კეცბაიას ინტერვიუ, ის გახდა სწორედ მაისისთვის საუკეთესო მწვრთნელი და რა თქმა უნდა, ესევა საუკეთესო ფეხბურთელზეც ვისაუბროთ. ჯერ ფეხბურთელებზე კახასაზრი ხო, გვაინტერესებს. რა თქმა უნდა, კახასაზის გვაინტერესებს, ვის გამოარჩევდა მაისის თვეში, რომელ ფეხბურთელს? ნუ ეხლა ესე კონკრეტულად სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთს გამოვარჩევდი ბართიშვილს, რომელიც ყველა თამაშზე უკეთესი და უკეთესი ხდება და ეს არის ალბათ მე ვფიქრობ ერთ-ერთი ქართული ფეხბურთის მომავალი და ვფიქრობ, რომ ეხლა ისეთ გუნდშიც არის, სადაც მას განვითარების საშუალება მიეცემა, მას სათამაშო დროც ეძლევა მიუხედავად მისი ასაკისა და ვფიქრობ, რომ ის რო ბურთს მიიღებს, აი სხვანაირად უყურებ უკვე ფეხბურთს მეც რა. მომიწია მასთან მუშაობა, ფოთში 15 წლის იყო რომ ჩამოიყვანეს და აი სიამოვნებს რა, ეხლა ფეხბურთელს ერთს რო ეტყვი და ყველაფერს გაიგებს და საერთოდ თქმაც საჭირდება ხანდახან არის მომენტი, როდესაც ხელი არ უნდა შეუშალო უბრალოდ და რა ვიცი მე გამორჩეულად მაინც ბართიშვილი მიმაჩნია ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ვინცაც დაასახელებთ თქვენ საუკეთესო ფეხბურთელად, მან მის შედეგებიდან გამომდინარე რაც გატანილი გოლებით და ხო, ძირითადად აქედან სახელდება და მან აი ამ გატანილმა გოლებმა და ასისტებმა მისი გუნდის წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანა და ახსენეთ ეს გუნდი. ხო. წინააღმდეგი არ ერთ საინტერესო თემა არის, ასაკზე მინდა ვკითხონია. ძალიან ბევრი იძახის, რომ არის გარკვეული პერიოდი, რომ ფეხბურთელს ჭირდება, რომ ჯერ ადრეა. აი ესეთ ბევრი სპეციალისტისგანაც მსმენია. აი თქვენ, როგორც მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, რამდენად ფიქრობთ 15, 16, 17 წელი თუ ფეხბურთელს შეუძლია უნდა იყოს თუ არა გუნდში. რა თქმა უნდა იყოს თუ შეუძლია, როგორ შეიძლება დანაშაული იქნება, რომ ბართიშვილი არ იყოს და არ თამაშობდეს
უმაღლეს ლიგაში. ხო, ამიტომ ცოტა დავაახოლნე ამას და მეც მიკურს მართალი რო გითხრათ. არა, ეხლა რო ჩვენ რო გქონდეს ეხლა ისეთი აკადემიები, სადაც ფიზიკურად, მენტალურად, ტექნიკა, ტაქტიკურად ფეხბურთელები ისეთი განვითარებულები იყვნენ, რომ პირდაპირ შეიძლება ჩვენ დროს ეხლა ადრეული წლების უკან რა 16-17 წლის ფეხბურთელს ეხლა იმდეს გვარბენინებდნენ, რომ თავისუფლად შეგვეძლო, რომ უმაღლეს ლიგაში გვეთამაშა, მაგრამ ეხლა როდესაც გუნდი დაბალანსებული არის, რომ გამოცდილი ფეხბურთელებიც იქ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ის თუ არ ვათამაშეთ ის ახალგაზრდა ფეხბურთელიც როდის უნდა დაიწყოს ხო ეხლა 19 წლის თუ ნიჭიერი არის რატო არ უნდა ვათამაშოთ 16-ის მაგრამ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა იმ დროს რომელიც მას ეძლევა რომ არ უნდა მოხდეს მისი გადაღლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მისი ცალკეული ფიზიკური იქნება ეს თუ რაღაც საუბრები ჭირდება როგორც ვარჯიში ისე საუბრები ფეხბურთელს რომ მას ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ცოტა ვარსკვლავებმა რო არ დაიწყოს ფრენა რა მაგრამ მარტიშვილზე წეღანად თქვი და ეხლაც ვიტყვი რომ ისეთი ბიჭია რომ ძალიან შრომელია ძალიან თავდაბალია კი ანალოგიურად ასახელებენ ახასიათებენ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები რომ ფეხბურთი ცხოვრობს ეს ადამიანი და აქედან გამომდინარეც ეგ მაძლევს მაგის საფუძველს თორე შეიძლება ეხლა საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოფილა რომელმაც ხასიათის გამო ფეხბურთი ვერ ითამაშა ხო ძალიან ბევრი გაგვიგონია და ძალიან ბევრი ვიცით ეგეთები რა. ნუ ასაკზე იმასაც დავამატებ რომ იგივე მსოფლიო ჩემპიონის განაცხადში 18 წლის ფეხბურთელი 20-ზე მეტია 18 წლის ფეხბურთელი გუნდების განაცხადში. ასე რომ ასაკს მეგონი ხაზე არ უნდა გაუსვათ თუ თამაშობს ითამაშოს. რა თქმა უნდა. ჩემთვის მიუღებელია თუ თამაშობს და ჯობნის 20 წლის და 25 წლის ფეხბურთელს და ფიზიკურადაც ისე არის რომ შეიძლება მისი თამაში რატო არ უნდა თამაშო პირიქით მგონია რომ დანაშაული იქნება რა. კი, ფიზიკურად და მენტალურად თვითონ უნდა იყოს. ისა დროს წელავ იმაში რომ არ ანახო ამ ფეხბურთელის ისა რა ქვია სიამოვნება მიიღოს გულშემატკივარმა არაჩვენო და პირიქით ფეხბურთელსაც განვითარება არ მიცე რა. კი, მსგავსი ფეხბურთელები არიან მიზეზის გამო. დავდივართ ხო? კი, ყოლდება და კარგავს დროს რა ფეხბურთელები. ხო, მოდი რახან ხა ქართულ ფეხბურთელებზე კონკრეტულად ერთი ფეხბურთელი გამოვარჩიე, მართლაც გამორჩეული ნიჭიერი ფეხბურთელი ლეგიონერებზე ვთქვათ, ბევრი ლეგიონერი მოვიდა, ბევრი წავიდა და თუ მოვიდა ისეთი რომელიმე ლეგიონერი შენი აზრით, რომელმაც უკვე რაღაც შემატა ჩვენს ეროვნულ ლიგას და შემატა თავის გუნდს პირველ რიგში. ეხა ისე გამორჩეულად შეიძლება არ იყოს ვინმე ხარ რომ აი ცოტა რამოდენიმე წლის უკან შეიძლება იყო ვიღაც ისეთი გამორჩეულები თუნდაც გორის დილაშიც, დინამოშიც დინამოს ლეგიონერებს გამოვარჩევდი ორ-სამ ფეხბურთელს, წყალტუბოსაც ბრაზილიელები ყავთ თუნდაც ის თავდამსხმელი რომელსაც ფიქრობ რომ დიდი პოტენციალი აქვს და დანარჩენი კიდე ნუ ეხლა მოსულზე რო არ ვთქვა, ეხლა მარა ბათუმის დინამოში რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი არის რაც გორზე შეიძლება ითქვას რომ ვფიქრობ რომ გასულ წელს გაცილებით უკეთესებია და წინა წლებშიც იყო ძალიან ისეთი გამორჩეული ლეგიონერები, ეხლა ვფიქრობ რომ შეიძლება დრო ჭირდებათ ადაპტაციისთვის ნახოთ, უნდა დაველოდოთ რა. ისე გამოკვეთილად აი ვინც ვთქვით ეხლა თორე ესე გამოკვეთილად ზოგადად ლეგიონერების სიმრავლე შეინიშნება ხო ბოლო წლებში ქართულ ეროვნულ ლიგაში და ასევე მწვრთნელების სიმრავლე. სამდენად ეხმარება ეს ქართულ ფეხბურთის განვითარებაში, რომ აი ესეთი სიმრავლე არის მწვრთნელებში, ფეხბურთელებში. ვფიქრობ, რომ განვითარებაში ქართულ ფეხბურთს მოეხმარება ის, რომ ჩამოვა ხარისხიანი ფეხბურთელიც და იგივე მწვრთნელიც, რომლიდანაც შეიძლება რაღაცა ფეხბურთელმაც და მწვრთნელმაც რაღაც ისწავლო, რაღაც გადაიღო, მიდგომები იყოს, რაღაცას მაგრამ ისეთი ლეგიონერები ახლა რომლებიც აი ჩვენი ფეხბურთელებზე შეიძლება მაღლაც არ იდგნენ, ეგეთი ლეგიონერების ჩამოყონა რა თქმა უნდა ახლა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთელს ეკარგება ადგილი და ქართულ ფეხბურთელს შემდეგ არ ეძლევა შანსი რა და ახლა შეიძლება ეს განაპირობა იმანაც რომ აი ცოტა ხნის წინ იყო ესეთი რაღაცა რომ აი მწვრთნელებზეც რომ შედეგი არ აქვს ეგრევე რაღაცები მიდის რომ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხო ჭირდება ნდობა და დრო ჭირდება რა და ამის დროს კიდე არავინ არ აძლევს მწვრთნელს ახლა იქ ნებისმიერ გუნდში სადაც არ უნდა იყო ყველგან პირველ რიგში შედეგზე მიდის საუბარი რა და
ამიტომ აქედან გამომდინარეც რისკზეც მიდიან მწვრთნელები, მაგრამ ძირითადად ისეთ ლეგიონერები ჩამოდიან, რომლებსაც სხვა ჩემპიონატებში თამაში არ უწევს, ზოგ შეიძლება საერთოდ არ კონდეს ნათამაშები, მაგრამ რაღაც აი შერჩევებს რო იტყვიან აი შეკრებებზე ჩამოყავთ ნახულობენ თამაშებში და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას რა და მან შესაძლებელია რომ ბევრი შეცდომა დაუშვას მწვრთნელმა რომ უცბად ყოფილა ჩემთანაც ყოფილა ეგეთ შემთხვევა რომ რაღაც შეკრებებზე თამაშზე გაუგიჟებია თავი და შემდეგ ჩემპიონატში ადაპტირება ბევრს უჭირს ახლა ესე ადვილი არ არის ჩვენ ჩემპიონატის თამაში სამწუხაროდ მწვრთნელებს ისე გვიწევს ფეხბურთელის აყვანა რომ ცოტა ფორს-მაჟორია ხო აქედან გამომდინარე შეცდომები შეიძლება ბევრი იყოს. ნია ფეხბურთელებზე რო არ გავაგრძელოთ, მოდი დავასახელოთ, ხო, დავასახელოთ. მაისის საუკეთესო მაისის საუკეთესო ფეხბურთელი არის კლაუდიო სოუზა სანტუს juniori. შეიძლება ბევრი ვერ მიხვდა ვიზა საუბრობთ, ეს არის კლაუდიო სებოლინია, წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელი, კი. სტატისტიკური მონაცემებით მართლაც გამორჩეული იყო და განსაკუთრებით ალბათ გავლენა იქონია მისმა ბოლო ორმა თამაშმა, თანაც გასული სეზონის ჩემპიონთან და ვიცე-ჩემპიონთან იბერიასთან და დილასთან და სწორედ ამიტომ გამოარჩია ეროვნულმა ლიგამ კლაუდიო სებოლინია. ჩვენ მას ვესტუმრეთ წყალტუბოში, გადავეცით კუთვნილი პრიზი და მის ინტერვიუსაც მოისმენთ. Eu sou Cláudio Souza Santos Júnior, jogador de Sangurali. დიდი მადლობა დაფასებისთვის, ძალიან გახარებული ვარ. მადლობა ღმერთს, მადლობა თანაგუნდელებსა და ოჯახს. საქართველოში შარშან ჩამოვედი და ადაპტაცია ადვილი არ იყო. დამეხმარნენ გუნდელები, განსაკუთრებით ჩემი თანამემამულეები. წყალტუბო არაჩვეულებრივი ადგილია და განსაკუთრებული გულშემატკივარი ყავს. ფიქრობ, ცუდი სეზონი არ მაქვს. მაქვს ამბიცია ბევრი გოლი გავიტანო და ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთო. ძალიან მნიშვნელოვანი ეს მომენტები სებოლისლის, იმიტომ ეს ბიჭი ძალიან პოტენციური ბიჭი არის და ჩემი აზრი ჩვენი სეზონი ყველაზე მაგარი თავდასხმელი პოტენციური კონდეს გარდა და ჩემი აზრი ეს არის პირველი ნაბიჯი სებოლისლის ჩვენი საქართველოს ჩემპიონატები და ბევრი უნდა დაამატე ჩვენი სეზონი და მე ჩემი მომენტები აქ მე ბევრი ხანი აქ ხარ 10 წელი კონდეს აქლა და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდები ძალიან ბედნიერი არ მევა იმიტომ საქართველოს მართლა ჩემი გული ხარ ეხლა მე ყველა გეონები საქართველოს არის ჩემი მეორე გვაგანა მინდოდა სეზონის მერე კარიერას მერე აქ დარჩები და ეგ მარე მუშაო აქ და ასე და ნენელა და როგორ იქნება და იქ მარე ბიჭები ჩემი ბევრი ბრაზილიელი კონდეს ჩვენი გუნდი და როდის მე შემილია და იქ მარე აქ მე ვარ პირველ რიგში მინდა მიულოცო სებოს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელის აბსოლუტურად мотиваციისთვის თუნდაც ის ყურადღება ეს დაფასება რომელიც ასე ვთქვათ მისმა თამაშმა გამოიწვია და მე ვფიქრობ რომ ყველა ფეხბურთელის დამსახურება ეს მისი წარმატება და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო და წარმატება უსურვო. მე როგორც ვიცი ძალიან დიდი გაცდენა ქონდა აქ ჩამოსვლამდე და ახლობით 1 წელი არ თამაშობდა ფეხბურთს. ახლა ზუსტი მიზეზები კარგად არ ვიცი, როგორც ვიცი ძალიან დიდი არც ტრავმა ქონია არც ის, მაგრამ დიდი პერიოდი გაცნელი ქონდა შარშანდელმა პერიოდმაც რა თქმა უნდა რაც ვნახე სტატისტიკურადაც და მე თამაშები მახსოვს იმიტომ რომ მეც გაგრაში რომ მუშაობდი ხო ანალიზებდი მათ თამაშს და რამე განსაკუთრებული სტაბილურობით და განსაკუთრებული სიმწვავით არ გამოირჩეოდა ეტყობოდა რომ გადიოდა ამ პროცესს ჩემი ამ გუნდში მოსვლის პირველივე დღეებიდან ეტყობოდა კიდევ ის კონდიციის ნაკლებობა რომელიც ასე ვთქვათ ძალიან თვალნათლივ იყო ის ვარჯიშებში და თამაშებში მაგრამ ნუ ისაუბრეთ ჩვენ პირველ დღეებში და უთხარი მას რომ თუ უნდა და რომ კარგი ფეხბურთი ეთამაშა აუცილებლად უნდა აგვემაღლებია მის ფიზიკური მდგომარეობა თორე ის რომ ძალიან ფეთქებადი სწრაფი ფეხბურთელია მეორე სართულზე კარგად თამაშობს
ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს ზოგადად. და ეს რომ მას კარგად გამოეყენებია და ყოფილიყო მეტად სასარგებლო გუნდისთვის, ამისთვის გარდა ტექნიკა-ტაქტიკური მოქმედებებისა, ყველაზე მთავარი იყო რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფილიყო და ვფიქრობ რომ მეც და ჩვენმა ფიზმოსადების ოთო საბანამძემ ძალიან დიდი ასე ვთქვათ სამუშაო გაწია, რომ დღეს რა ჯილდოც მიიღო, ასე ვთქვათ და პრიზით როგორ დავარქვა ახლა ზუსტად როგორ შეფასება. ყველას დამსახურება ასე რომ ვთქვათ და პირველ რიგში მისი, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან პოზიტიური, ძალიან შრომელი, ძალიან კარგი ადამიანია. დაგებრუნდით, ვნახეთ მაისისთვის საუკეთესო ფეხბურთელის ინტერვიუ და რა თქმა უნდა, ისევ კახასთან გადავინაცვლებთ და ერთ თვეში ევრო ტურნირები უწევს საქართველოს კლუბებს. ამჯერად 4 გუნდი იქნება საქართველოსდან. რა მოლოდინებია? გადალახავს თუ არა საქართველოს იმ ბარიერს, რასაც ველოდებით ქართველი გულშემატკივარი წლებია და ეს იქნება თუ არა ეს წელი რაღაც გარდამტეხი? გადალახავს თუ ვერ გადალახავს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა ჩვენთაგანის სურვილი არის რომ გადალახოს და ის რაც ერთი გუნდი დაგვაკლდა მომდევნო წელს ესე უცებ ვერავინ აზღაურებთ, ესე არ ხდება. მაგრამ გუნდებისთვის თავარი იქნება რომ ევროტურნირებს მზადყოფნაში შეხვდნენ და ვისურვებდი რომ ეს კიდე ბევრი ფეხბურთელის წასვლა, ახალი ფეხბურთელების მოსვლა ხშირ შემთხვევაში ესე უწევს გუნდებს და ამიტომ ეს თუ არ იქნება, ვფიქრობ რომ როგორც მეორე წრეში ეხლა იგრძნობა როგორც ხარისხით ისე ფიზიკურად გუნდები უკეთ არიან. ვისურვებდი რომ წარმატებას უსურებ რა თქმა უნდა ყველას და ვისურვებდით რომ ყველას ერთად გაგვეხარებინოს ჩვენი ქართული გუნდებით. ძალიან მალეა 16 ივნის პირველი ეტაპის და მეორე ეტაპის წელიწად მეორე დღესვია 17 ივნის და განთესილები არიან. სამწუხაროდ ქუთაის ტორპედო გამოეთიშა განთესილ გუნდებს, ისიც რაღაცა ცოტა კომიკური სიტუაცია იყო, თუმცა ფაქტია, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვა, ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაილახოს ეს ბარიერი, რომ გუნდი შემდეგ განთესილი იყოს და თუ სულ ვიძახეთ რომ ჩვენ განუთესავებთ, ვერასდროს ვერ გავალთ მაშინ. ესეთი შედეგი საერთოდ მოაქვს განვლილ წლებს რა და ამიტომ ვფიქრობ რომ ის მივიღეთ რაც ამ ბოლო წლებში ხდებოდა რა რომ ძალიან ხშირი არის გუნდებიდან ფეხბურთელების წასვლა და არა 1-2-ის და ახალი ფეხბურთელების მოსვლა რა ვიღაცით მაყოფილი ვარ, ვიღაცით უკმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მოქმედებს გუნდზე და გვინდა არ გვინდა იმ გუნდებს ვისაც ჩვენ ახლა ხვდებით ხო ევროტურნირებზე ისინი წლებია უკვე სხვა განვითარებით მიდიან და აი ამ ევროტურნირების წინ შეიძლება ჩემპიონატიდან გამომდინარე რა პოზიციებზე სჭირდებათ ფეხბურთელები ლოკალური გაძლიერება რო იყოს და არა მუდმივი აი უკეთესი ვიღაცამ ვერ გაამართლა და იმაზე უკეთესი მოიყვანა და აქედან გამომდინარეც ეს სისტემური მუშაობა ახლა რთულია ახლა ვთქვათ რომ აი 4 გუნდიდან რომელი უკეთ ითამაშებს, მაგრამ შენ თუ გაქვს აი ამის რაღაცა გიფიქრია ალბათ ამაზე, რომელი გუნდი შეძლებს უფრო შორს წასვლა შენი აზრით? ცოტა უხერხული კითხვაა, გასაგებია, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ეხლა უკვე როგორი რაღაცა არის, ეხლა ვიტყოდი ქუთაისის ტორპედოს, მაგრამ ეხლა ქართული გუნდები არიან და ყველა ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს და რა თქმა უნდა ყველას უსურვებდი რომ რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ და უსურვებდი კიდე რომ ჯგუფში შესულიყოს 4 გუნდი და შენგან ქუთაის ტორპედოს თქმა ნამდვილად არ არის, ხა გასაკვირი არავის არ გაუკვირდება. გაუკვირდება და რო არ გიხსენებინა. სტატუსი მაქვს ესეთი. ძალიან კაი სტატუსია მე ეს. ქუთაისლო. გადავიდეთ ხო კიდევ ერთ თემაზე, რაც ყველას აინტერესებს. რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის კახაბეჭდიანი არც ერთ გუნდში არ არის და შესაბამისად რა თქმა უნდა რომ თითოეულ ჩვენგანს გვაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები. ვიცით და წავიკითხეთ რომ მქონდათ არაერთი შემოთავაზება თუნდაც უცხოეთიდან, აზიიდან კონკრეტულად და აი რას აპირებს კახაბეჭდიანი, როდის დაბრუნდება მოედანზე, რომელიც ესე ძალიან მოენატრა. წერანავს თქვი ახლა სტატუსი გვაქვს ისეთი თავს ვერავის მივაძალებთ ხელობა სამწუხაროდ იყო ხო რამოდენიმე მოლაპარაკებულებიც ვიყავით უზბეკეთში არის საუბარი კონკრეტული საუბრები იყო და რაღაც ბოლო მომენტში ჩაიშალა რა 2-3 გუნდი იყო არ გამოვიდა ეხლა პეტი უნდა დაველოდოთ რაც შეეხება ჩემ ფეხბურთობას ქუთაისში ჩემს მეგობარს აქვს საფეხბურთო სკოლა იბერია, რომელსაც ეხმარები აი ამ სისტემის აწყობაში, რომელიც ბავშვებს ჭირდებათ და ასე რომ ფეხბურთის გარეშე არა ვარ ნამდვილად და რა ვიცი
ვფიქრობ, რომ ის დრო, რომელიც არ მიწევს ცოტა დიდ ფეხბურთში მოღვაწეობა, ქუთაისში ვარ, ჩემს ქალაქში ვარ და ბავშვებთან ჩემს გამოცდილებას უზიარი. ხო, არა ჩვეულებრივი, ალბათ ესეც ფუფუნებაა კახაჩხეტიანის მსგავსი მწვრთნელი ახალგაზრდულ ფეხბურთში და ალბათ ბავშვებიც გახარებულები არიან. კი, ძალიან კარგი ბავშვები არიან და ძალიან კარგი მწვრთნელები ყავთ, ახალგაზრდა მწვრთნელები კიდე და რა ვიცი, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ბავშვებიდანაც, ჩვენგანაც და რაც ისე რომ უფეხბურთოთ, მაგრამ ეს მაინც ცოტა სხვა რაღაც არის. ფსიქოლოგიური აბა ძალიან აუცილებელი არის ხოლმე, ამ ყველაფერთან, ამ ქაოსიდან, ამ დავტვირთვიდან, და ძალიან რთულია ხო, მწვრთნელობა არ არის ეგეთი მარტი. უფრო რთული, რომ მეგონი ფეხბურთელობა, რა თქვენ ფეხბურთელიც იყავით და გონია რომ გარედან ყურება უფრო რთულია. ფეხბურთელი ხა ვარჯიშს დაამთავრებ, მწვრთნელი აგიხსნის, რა დავალება გვაქვს, რა მიზანი გვაქვს და წახვალ სახლში და შენი ცხოვრებით ცხოვრობ. ეხლა თუ პროფესიონალი ხარ, რა თქმა უნდა, მე დროს უთმობ აღდგენას და ფეხბურთისტვის ახარ ამან. ეხლა როდესაც მწვრთნელი ხარ, ყველა ფეხბურთელის ხასიათი, საკონტროლე დატვირთვა, ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზიკურად, ყველანაირად ყველაფერზე უნდა იფიქრო და ყველაზე უნდა იფიქრო და აქედან გამომდინარე რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ სასიამოვნოა მე ის რომ რასაც დაგეგმავ ის მოედანზე რომ ხორციელდება, ამაზე მაგარი სიამოვნება არაფერი არ. კახა ნაკრებზეც კითხავთ, იყო ამხანაგური მატჩები, ნუ ყველა ველოდებით შემოდგომას ერთა ლიგას და აი შენ როგორც ხა გასაგები არა მხოლოდ გულშემატკივრის თვალით, აქ სპეციალისტის თვალითაც უყურებ შენ ნაკრების გამოსვლას და რა დაინახე, სიახლე თუ დაინახე რამე ნაკრებში ამ ორ მატჩში, რა შეიძლება იყოს ახალი შემოდგომაზე და რა მოლოდინი გაქვს? ახალი შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი იყო მიწვეული ამ ორ ამხანაგურზე, რა ძალიან კარგია, ამხანაგურები მაგისთვის არის, რომ ყველა ფეხბურთელს მიეცეს შესაძლებლობა, რომ აჩვენოს თუ რა შეუძლია და როგორ გამოადგება ჩვენს ნაკრებს და შეინიშნება ის, რომ წინა შესარჩევისგან განსხვავებით, სადაც 4 მცველი თამაშობდით, ეხლა ისევ 5-3, 2-ით იყო გამოკვეთილად, რაც ჩანდა თამაში რა. და იმ ფეხბურთელებმაც, რომლებიც ახალწეულები იყვნენ, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავიანთი თავი. აქ შეგვიძლია იგივე გოიანზე, კვერნაძეზე, მამაგეიშვილზე ვთქვათ, რომლებმაც დაამახსოვრეს თავი გულშემატკივრად. მაგრამ თავარი არის, რომ თავიანთ კლუბებში პრაქტიკა თამაშობდეს ყველა ფეხბურთელი და აი იმ თამაშებს, ზუსტად როდესაც ეროვნულ ნაკრებს უწევს თამაშები, აი იმ თამაშებისთვის იყვნენ სრულმზად ყოფნაში და ეს ჩვენს ნაკრებსაც გამოადგება და ისინიც უკეთეს ფორმაში იქნებიან, რა თქმა უნდა. ჩვენს ნაკრებს, რომელსაც ყავს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, გამორჩეული. რა თქმა უნდა. შენი ძალიან მოკლე ხა გასაგებია. ძალიან კალაძემ რომ მოიგო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, აი მაშინ ყველას აზრი იყო, რომ ეხლა ქართველი ერასდროს ვეღარ გაიმეორებს ამ ყველაფერსო, მაგრამ გვარამ ისეთი რამ გააკეთა, რომ თან გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. ფიქრობ მესამედაც მოიგებს და მეოთხე. შენ გახსოვს კვარაცხელიას დებიუტი იგივე დინამოში იმ პერიოდში მუშაობდი კონკურენტ გუნდებში გასაგებია, შემდეგ რუსთავში და აი იმ პერიოდს თუ გაიხსენებდი და გასაგებია რომ მაშინაც ერთ-ერთი არა გამორჩეული იყო აშკარად ჩვენ ჩემპიონატში თავის ნიჭით. მაშინ გიაგე გუჩაძე იყო ხელმძღვანელი 21 წლამდეში რომ დანიშნეს და 17 წლამდელებში ვიყავით რა და ეგ იყო 1 წლით უმცროსი. და გამოძახებული ყავდა და შეკრებაზე ვყავდა წაყვანილი. მე ტორპედოში წავედი და უკვე აღარ ვიყავი ნაკრებთან და მაშინ მახსოვს რა და მაგის თამაშები კიდე ნანახი მაქვს დინამოს ასაკობრივებშიც და ყველაზე მთავარი რაც არის მაგალითი არის ყველა ფეხბურთელისთვის რა თუ რა შეუძლია შრომას ნიჭთან ერთად და ის რომ ფეხბურთისთვის ყველაფერს გაიღებ რა. არ არსებობს მიზანი, რასაც შეიძლება ვერ მიაღწიოს ფეხბურთელმა და ეს ძალიან კარგი მაგალითი არის ჩვენი მომავალი თაობისთვისაც და რა ვიცი ხვიჩას მადლობას ვუხდი იმისათვის რომ მთელი საქართველოს გაახარა და მთელ მსოფლიოს გააცნო კარგი კუთხით საქართველოს და ჩვენი ქვეყანა და სხვანაირი დამოკიდებულება აქვს უკვე რომ ესმის ეხა იტალიაში იყო ეხა იქ ნებისმიერ ყველგან იციან ეს არ არის უკვე იქ თამაშობს და იციან არა ხვიჩა კვარაცხელის ის ყველა მაბსოლუტურად ინტერესი გაზარდა რა თქმა უნდა სხვა ფეხბურთელებს იმასაც ამბობენ რომ ეხა სოფლიოზე რომ თამაშობდეს
მე კარგი იქნება გავცემდი ოქროს ბურთს მაგალითად და ეხლა გულშემატკივრო ისეთი გუნდს, რომელიც აბა რომელ ნაკრებს რომლების ნომინანტები არიან თვითონ კონკრეტული ფეხბურთელები იმათმა რომ ვერ ითამაშო კარგად. გაწლება ნებისმიერ ქართველი ალბათ გავს მდგომარეობაში. ძალიან საინტერესოა, ნია, ბავშვი ფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი ხო? გულშემატკივრებზე ვკითხავ, კი ბატონო. და ჩვენ წინა გადაცემაშიც ვახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ყოფნა სტადიონზე და ეს აკლია ეროვნული ლიგას და რა თქმა უნდა მომავალ ევროპულ ტურნირებზეც აუცილებელია რომ ხარი დაუჭრათ ჩვენს გუნდებს და თქვენ რას ეტყოდით მათ ბოლოს ამით დავასრულოთ. მე ვეტყოდი იმას რომ მადლობას ვეტყოდი რომ გვითმენენ ამდენს. მაგრამ მათ გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ხა პირველ რიგში ფეხბურთი არის გულშემატკივრის და მე ვფიქრობ რომ გულშემატკივარმა აი ყველა გუნდის გულშემატკივარმა რომ ტრიბუნები აივსოს ფიქრობ რომ ფეხბურთელი რომელიც ახლა მოედანზე გამოდის ხო ფიქრობ რომ აი რაც შეუძლია და რაც შეუძლია ყველაფერს დადებს დარწმუნებული ვარ თუ ოდნავ მაინც პასუხისგებლობა აქვს ახლა ფეხბურთელს გამორიცხული შეიძლება ცოტა სუსტი გუნდი იყოს და აი რაც შესაძლებს ამას კიდე რაც შესაძლებლობა აქვს ფეხბურთელს შეიძლება აი იმაზე მეტი გამოავლინოს მოედანზე აი იმ მონდომებით რაც ფეხბურთისთვის გარდა იმისა რომ ტაქტიკა და ტექნიკა და ფიზიკა არის გული რომელიც არ უნდა აკლდეს რა და ეს ამ ყველაფერს ამ გუნდს გულშემატკივარი გვაძლევს და მე ეს კარგად მახსოვს ქუთაისის ტორპედოში ფეხბურთელობის დროსაც სულ გაჭირების პერიოდი იყო ფეხბურთელობის დროსაც და მსვლელობის დროსაც მაგრამ გულშემატკივარი რომელიც მოდიოდა ხო ის ხელფასი და ის აღარ ახსოვს ფეხბურთელს და მაქსიმალურს იღებს რომ აი ეს გულშემატკივარი გაუშვას პირველი გახარებული სახში და ძალიან კარგი. ვთხოვ ყველას რომ მოვბრძანდეთ სტადიონზე და თქვენით დაიწყოს ჩვენი ფეხბურთის აღორძინება და ჩვენი ფეხბურთის ის დღეს რომ საუბარი გვაქვს რომ ფიზიკურად ვერ დარბიან რაღაც ესეთი პრობლემებზე რომ მიდის საუბარი და საყურებლად არ არის კარგი ამ ყველაფერს ამფოს შექმნიან ისინი და რა ვიცი დარწმუნებული ვარ რომ 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ეს ესე იქნება რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა უთხრათ კახას და მე ჩვენ კი ის უბრალოდ როგორც ყველა გადაცემაში ესე იქნება ამის შემდეგაც თვის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, არ ვიძახით საუკეთესო გოლებს, რადგანაც საუკეთესო გოლს უკვე სეზონის ბოლოს თვითონ ეროვნული ლიგის გულშემატკივარი გამოკითხვით დაასახელებს, ასე რომ ჩვენ დავამთავრებთ თქვენ შემოგთავაზებთ გოლებს, ჩვენ კი დაგემშვიდობებით და კახას კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ მაგ გოლებს უყურებდით და შევხვდებით ივნისის ბოლოს. აუცილებლად. დროებით.